მეგობრებო, ღამე მშვიდობის, ვიცი რომ ძალიან გვიან არის, მაგრამ ტელეფონები ახლა გვაქვს. ყოველთვის არ გვაქვს ხოლმე და ეხლა მესიჯები რომ გავხსენი და ამდენ თბილ რაღაცებს რომ წერთ და ასე შემდეგ ძალიან მიხარია უბრალოდ. რა არის იცით რომ წერთ რომ იმან შენზე ეს თქვა იმან ესე რატო არ უპასუხე ისე რატო არ უპასუხე მეგობრებო მე მაქსიმალურად ვცდილობ რომ ნაკლები ასე ვთქვათ შეხლა შემოხლა იყოს და უფრო მეტად ხუმრობით ვუყურებ ხოლმე რაღაც მოვლენებს არ ვიცი ეს რამდენად სწორია ან არასწორია თუმცა ნახავთ რომ ძირითადად რაღაცებს მოკლედ არასერიოზულად ვუყურებ ხოლმე და ვხუმრობ და ვღადაობ ესე ვთქვათ მთელი რიგ თემებზე შეიძლება არც არის აღადაო ვერ გეტყვით ახლა ნამდვილად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჩემთვის აქ ყოფნა ბევრად უფრო ადვილია მაშინ როცა ცოტა ესე იუმორით ვუყურებ ხოლმე მოვლენებს თუნდაც ნეგატიურ შემოტევებს და ასე შემდეგ თუმცა თქვენ რასაც მწერთ ხოლმე ჩვენს მონაწილეებზე ძირითადად მასე ხდება კი ბატონო გეთანხმებით ბევრი კომენტარი შემომივიდა ბონდოზე და ჩემ კონფლიქტზე და მე ვთვლი რომ ეს ქალების თემაზე ბევრად სერიოზულია ეს თემა ქალების დამცირება როგორც სექსუალურ ჭრილში ესე ვთქვათ განხილული ბევრად უფრო სერიოზულია და ამ თემაზე მაგიტომაც გავამახვილე ამ ხელა დიდი ყურადღება თუმცა როგორ გითხრათ აბა ხო გადამეტებული ემოციები შეიძლება იყო ჩემი მხრიდან უბრალოდ ისე ჩანდა რომ მარტო მე ვუჩხუბობდი და მარტო მე ვყვიროდი ამ თემაზე და ვცდილობდი რომ იმექცია ყურადღება რომ ერთიანად ერთი აზრი მიგვეწვდინა ამ ადამიანისთვის და გვეთქვა რომ როგორი არასწორი იყო და როგორი დაუშვებელია ქალისადმი ასეთი ლაპარაკი ზოგადად მარიამი იქნებოდა ეს თუ მე ვიქნებოდი სხვა ამას არ აქვს მნიშვნელობა ეს ერთი და მეორე ის რომ ხო ძალიან გაუბრაზდი და ავყალდი ამ თემაზე იმიტომ რომ აქ ჰაუსში ითქვა რომ ქალებისადმი შეურაცხყოფა ქალებისადმი ცუდად მოხსენიება იქნებოდა დაუშვებელი თუმცა ესეთი რაღაცა მოხდა და ძალიან ცუდი ხმარიამი არის ხაღელვებული უნდა წავიდე დავაწყნა რომ მეგობრებო ისევ ჩავწერ ვიდეოს ისევ დავდებ რამეს მოკლედ წავალ ხა მარიამ სჭირდება მე მგონი ჩემი გვერდში დგომა არ ვიცი რა ხდება მაგრამ გავხედავ ეხლა და როგორც ხვდები მარიამი ჩავახაზია გაბრაზებული იმიტომ რომ ვიდეოები ჩაუყარი სადაც ცოტა არ მოეწონა მის საუბარი და წავალ ხა გავარკვევ ნახავ რა ხდება მე მოგიყვებით ხოლმე რაღაცებს თქვენ მომწერეთ რა როგორ ჩანს მაქედან რა გაინტერესებთ როგორ გაინტერესებთ რა მოგიყვეთ ხოლმე და მოკლედ ისეთი ამბებია აქ ძალიან მიხარია თბილ რაღაცებს რომ წერთ ხოლმე ინბოქსი არის ხოლმე გავსებული კვანცა მოკლედ და ისეთი ამბები ხლა ინტერვიუს ოთახიდან გამოვედი და დაგვირიგეს ტელეფონები და ძალიან ცოტა ხანი გვაქვს ხოლმე ეს ტელეფონები და ვერ ვასწრებ თქვენი პასუხების გაცემას მაგრამ აუცილებლად ყველას გიპასუხებთ როგორც კი დრო მექნება ხვალ არის წითელი დროშების დღე მოკლედ ალბათ იცით რომ ეს ძალიან ისეთი სტრესული და